ეს საკითხი საკმაოდ სპეციფიკური და ძალიან რთული საკითხია და ჩვენ რომლებმაც გამოვიარეთ ნოემბრის და დეკემბრის კოშმარი 10,000-ობით ადამიანი იყო მაშინ რუსთაველზე ყველა ჩვენი სხეულები და ფსიქიკით გრძნობდით რომ რაღაც არანორმალური მოხდა იმ დღეებში და ეს არ უკავშირდებოდა მხოლოდ უპრეცედენტო და მასობრივი ძალადობის გამოვლენას, როდესაც ადამიანებს ალყაში აქცევდნენ და მათზე ძალადობდნენ, ან ფურგონებში მიათრევდნენ ახალგაზრდა ბიჭებს და დააწამებდნენ. ხო, არამედ ის რომ მთელი ქალაქი აი ამ რაღაც საშუალებებით იყო დაბინძურებული, როცა სუნთქვა არ შეგვეძლო და არაერთი ჩვენი მეგობარი ახლობელი, ვინც იმ დროს აქციაზე იმყოფებოდა, საუბრობდა გრძელვადიანად მისი ჯანმრთელობის დაზიანების რაღაც უცნაურ დინამიკაზე. თუმცა მაშინ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გადამოწმება, ეს ინფორმაცია შესაძლოა არ გასცა, არ მისცა ეს ინფორმაცია არც ახალ ხოდამცველსაც და რაღაც ბუნდოვანობაში დარჩა ეს საკითხი. BBC-ს გამოძიება ამ საკითხს შემშელობა ისევ განაახლა და დღეს ათეულობით დაზარალებული საკუთარ დიაგნოზებსა და მკურნალობის გამოცდილებაზე საუბრობს და ამის საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღეში დაწყებული გამოძიება უბრალოდ დახურა, ისე რომ სარწმუნო მონაცემებიც არ წარმოადგენა თქვა ამ ნივთიერებების შესახებ, მასზე ჩატარებული ქიმიური და ტოქსიკური გამოძიების შესახებ და რეალურად გამოძიებამ თქვა ის რაც ძალიან მოსალოდნელი იყო რომ სინამდვილეში ამ ფაქტს ადგილი არ ქონია და რომ ეს არის ტყუილი. თუმცა ბუნებრივია რომ ამ საკითხით პირიქით მე ვიტყოდი რომ არაეფექტური დაჩქარებული გამოძიებით მათ უფრო მეტი ეჭვი და კითხვა გააჩინეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ბუნებრივია რომ ჩვენ ადამიანის უფლებადამცველებს გვჩება რესურსი რომ გამოვიყენოთ პირველ რიგში სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხებზე დავისთვის და მე მგონია რომ BBC-ს გამოძიება ქმნის დასაბუთებული ვარაუდის იმ სტანდარტს რომ მტკიცების ტვირთი შემოაბრუნოს სტრასბურგის სასამართლომ და სწორედ ქართულ ოცნებას დაავალოს იმის მტკიცება რომ მას ქიმიური საშუალებები აკრძალული დაუშვებელი ქიმიური ნივთიერებები მოსახლეობის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არ გამოუყენებია. ამიტომ სტრასბურგში ეს საკითხი აუცილებლად გაირკვევა. მე მოუწოდებ ყველა დაზარალებულ პირს რომ მოგმართონ იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ მნიშვნელოვანი საქმეები, სადაც მტკიცებულებების შეგროვება შესაძლებელი სამედიცინო დოკუმენტებია ხო ამ საკითხებზე მტკიცება, ამ საკითხის მტკიცება და სათანადო უფლებების დაცვა, რაც ბუნებრივია რომ მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოგცემს. თუმცა ამის მიღმა არის სხვა სამართლებრივი და უფლებრივი ზედამხედველობის მექანიზმებია, შეიძლება იყოს ამბის საწინააღმდეგო კომიტეტი ევროპის საბჭოში, შეიძლება იყოს სპეციალური კონვენცია და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც საკითხებს შეისწავლის. ამიტომ ჩვენ უფლებადამცველებმა არ უნდა დავხვჭოთ თვალი და არ უნდა გავაჩეროთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ საბოლოო სიმართლე დადგინდეს. თუ ეს სიმართლე იქნება სხვანაირი, ბუნებრივია რომ ეს უნდა მივიღოთ, ხო? რა თქმა უნდა, არავინ არ არის იმ თავითვე დაინტერესებული, რომ ამტკიცოს, რომ ქიმიური საშუალებები, დაუშვებელი ქიმიური ნივთიერებები იყო. გამოყენება იქნება ათობით და ათასობით